ლივერპული მანჩესტერ იუნაიტედთან დამარცხდა, რა შეფასება მიიღო მამარდამ. პრემიერ ლიგის მე-8 ტურში ლივერპულმა მანჩესტერ იუნაიტედს უმასპინძლა და დაძაბულ შეხვედრაში 1-2 დამარცხდა. რუბენ ამორიმის გაწვრთნილმა გუნდმა შეხვედრა თავიდანვე კარგად დაიწყო და მეორე წუთზე დაწინაურდა. დაცვის ხაზის შეცდომით ბრუნო ფერნანდეშმა ისარგებლა და ბრაიან ბეუმო მეკარესთან პირისპირ დატოვა. 26 წლის კამერუნელმა ფორვარდმა კი ახლო მანძილიდან გაიტანა. პირველ ტაიმში მომენტები კიდევ იყო. გუნდებმა ძელს ორჯერ გაარტყეს. მეორე ნახევარში მასპინძლებმა შეტევას მოუმატეს. 78 წუთზე მანჩესტერის საჯარიმოში არეულობით კოდი გაკპომ ისარგებლა და ცარიელ კარში მარტივად გაიტანა. არნე სლოტის შეგირდები სამი ქულისკენ დაიძრნენ, მაგრამ ჰარი მაგუაერმა მათ გეგმები აურია. ინგლისელმა მეორე სართულზე ბრწყინვალედ ითამაშა და იუნაიტედი კვლავ დააწინაურა. ლივერპულის დაცვის ხაზი კი ამჯერადაც ჩავარდა. ლივერპულს წონასწორობის აღდგენა გაკპოს წყალობით ისევ შეეძლო, თუმცა ნიდერლანდელმა ახლო მანძილიდან თავით გატანა ვერ შეძლო. გიორგი მამარდაშვილმა ზედიზედ მეორე პრემიერლიგურ მატჩში დაიცვა ლივერპულის კარი. გიორგი ორი სეივი შემოგთავაზა და SofaScore-ის მონაცემებით 6 მაისი შეფასება მიიღო. გაშვებულ გოლებში მამარდას დანაშაულება რთულია. ორივე შემთხვევაში მასპინძელთა დაცვის ხაზი აშკარად ჩავარდა. ყველა ტურნირის ჯამში არნე სლოტის გუნდმა ზედიზედ მე-4 მარცხი განიცადა, რაც ლივერპულის თავს ხშირად არ ხდება. მერსისაიდელები შემდეგ მატჩს ჩემპიონთა ლიგის ეგიდით 22 ოქტომბერს ფრანკფურტში გამართავენ და აინტრახტს დაუპირისპირდებიან.